თუ ადამიანს კუჭის მოქმედება აქვს, 3-ზე ნაკლები კვირის განმავლობაში ითვლება შეკრულობად. შეკრულობას კონსტიპაცია ქვია ასევე ყაბზობა. ან თუ განავალი არის მაგარი, მყარი, ან უჭირს ადამიანს დეფეკაცია და ძლიერი ტკივილი აქვს, ესეც შეკრულობად ითვლება. შეკრულებას მოყვება პრობლემები. ერთი არის, რომ თითქმის 40% ვისაც ქრონიკული შეკრულობა აქვს ადამიანების, სვავენ ლაქსეტივებს, ანუ საფაღარათო საშუალებებს და ხდებიან მასზე დამოკიდებულები და ბევრ შემთხვევაში მრავალი საფაღარათო საშუალება პირიქით ასუსტებს ნაწლავის მოქმედებას გრძელვადიანად და მერე წამალზე დამოკიდებულები ხდებიან ბოლომდე და მის გარეშე აღარ შეუვლიათ. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის, რომ 70% ადამიანს, ვისაც ქრონიკული შეკრულობა აქვს, ემართება ჰემოროიდი, ანუ ბუასილი. და სისხლდენა, ტკივილი, დისკომფორტი და ხშირად საოპერაციოც ხდება ხოლმე ბოლოს. მესამე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც შეკრულებას მოაქვს არის, შეიძლება ჩაიჭედოს, ანუ განავალი ჩაიჭედოს ნაწლავში, გამოიწვიოს ობსტრუქცია და საოპერაციო გახდეს. ესეც დიდი პრობლემაა. და მეოთხე მნიშვნელოვანი რისკი არის, რომ შეკრულობა დაახლოებით 200%-ით ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს. ანუ იმ ადამიანებს ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ ნაწლავის კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს შეკრულობა. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ 10 გზაზე, როგორ უშველოთ შეკრულობას ბუნებრივად, მაქსიმალურად ბუნებრივად, სხვა ქიმიური პრეპარატების გარეშე. პირველი და ყველაზე მთავარი ნაბიჯი არის ბოჭკოვანის მიღება. ბოჭკოვანი გვაქვს ორი სახის, ბოჭკოვანი არის საკვების ფორმა. და ბოჭკოვანი გვაქვს ორი სახის, ხსნადი და უხსნადი. ხსნადი ბოჭკოვანი იკავშირებს წყალს და ჟელეს ფორმას იღებს, მოკლედ, და არბილებს განავალს. ეს არის რაც აკეთებს და ასევე მეგობარი ბაქტერიებისთვისაც კარგია ნაწლავებში და მაგ მხრივაც აუმჯობესებს შეკრულობას. უხსნადს რაც შეეხება, უხსნადი ბოჭკოვანი უმატებს მასას განავალს და ასტიმულირებს ნაწლავებს და ნაწლავის მოქმედება უფრო ეფექტური ხდება. ანუ ხსნადი და უხსნადიც გვინდა. ხსნადი და უხსნადიში რა განსხვავებაა, როგორ მივხვდეთ, რომელი საჭმელი შეიცავს ხსნადს, რომელი უხსნად. ხსნად ბოჭკოვანს შეიცავს შვია, ვაშლი, მსხალი, ბანანი, მწვანე განსაკუთრებით. რაც შეეხება მაგალითად მარცვლოვნების უმეტესობა და ბოსტნეულის უმეტესობა შეიცავს უხსნად ბოჭკოვანს. ორივე საჭიროა, ორივე სასურველია. 20-დან 35 გრამამდე უნდა მიიღოს ბოჭკოვანი ადამიანმა დღის განმავლობაში. ოღონდ როცა ბოჭკოვანის მიღებას იწყებს, უნდა ეცადოთ, რომ მოუმატოთ ნელ-ნელა. არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა მოუმატოთ. რატო? იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ გაზები და შებერილობა, რომელიც ბოჭკოვანს ახასიათებს. რატო? იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ შებერილობა და გაზები, რომელიც ბოჭკოვანს ახასიათებს, თუ ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს ერთბაშად. და ყველაზე მთავარი საკვები ამ დროს არის ხოლმე და რომელია მთავარი საკვები, რომელიც ამ ბოჭკოვანს შეიცავს? ჩირი, ქლიავის ჩირი. ქლიავის ჩირი შეიცავს არა მარტო საკვებ ბოჭკოს, არამედ შეიცავს სორბიტოლსაც, რომელიც ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა. ამიტომ დღეში 5-6 ცალი ქლიავის ჩირი საღამოთი ან დილით ეხმარება თითქმის ადამიანების 70%-ს, ვისაც შეკრულობა აქვს. მეორე მნიშვნელოვანი საკვები არის ჩია. ჩია ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოვანს, მოკლედ და მაგითია გამორჩეული და დღეში 1 სუფრის კოზი. ჩია რო ზოგი ადამიანი იოგურტში ყრის და ასე საშუალო ჩალბეს, ზოგი წყალში ტოვებს მთელი ღამე გაჩი. ორივე მისაღებია შესაძლებელია, როგორც მოსახერხებელია თქვენთვის, ჩიას მიღება 1 სუფრის კოზი დღის განმავლობაში. ასევე ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს. და სელის თესლი. სელის თესლი
არა მარტო ბოჭკოვანი შეიცავს, თუმცა ჩია უფრო მეტ ბოჭკოვანს შეიცავს, მაგრამ სელის თესლიც ბოჭკოვანთ მდიდარია. ასევე სელის თესლიც მნიშვნელოვანია. ესეც შეიცავს მუცილაჟს, რომელიც არის გელის ფორმაცია შეუძლია და ესეც საკვები ბოჭკვა და ერთ-ერთი ეფექტურია, მოკლედ სელის თესლიც, თუმცა ბოჭკოვანის შემადგენლობით მოკლედ ჩია უფრო ეფექტურია და ესის დღის განმავლობაში ერთი კოვზი მიიღება ხოლმე, ერთი სუფრის კოვზი იოგურტში, ან კეფირში, ან წყალში, ან მაწონში გახსნილი, როგორც უხერხდა ზოგი ადამიანი უბრალოდ ფაფაში უშვება ხოლმე და ფაფებიდან კიდე შვრია, რა თქმა უნდა, ჩემპიონია მაგ ამბავში. შვრია შეიცავს ასევე ხსნად ბოჭკოებს დიდი რაოდენობით და ერთი თეფში შვრია დაახლოებით წყლიანად რო გამოვიდეს 250 მილილიტრი დაახლოებით რა. 35 გრამი ან 50 გრამი გაჩნია. დილაობით ერთ-ერთი საუკეთესოა, თან სისავსის შეგნებასაც იძლევა, ნაწლავებისაც კარგია, ხო, ადამიანების ნაწილში არის ხოლმე რომ ამბობენ რომ იჟოგას მაძლევს და გულძმარვას და ესე. კი, იცის, რადგან ნაწლავების, ანუ კუჭის დაცლას ანელებს და შესაბამისად აწვევა მერე მჟავას და შეიძლება ამოვიდეს ადვილად მჟავაზებით. ეს მინუსი აქვს ზოგ შემთხვევაში და ზოგ ადამიანებში, თუმცა ყველაში არა. ბევრი ადამიანი პირიქით მუდმივად მადლიერია შვრიის ფაფით იწყებენ დილას რეგულარულად. კიდევ ერთი ბუნებრივი საკვები, რომელიც თითქმის 80% შემთხვევაში არის ეფექტური, არის კივი. კივი შეიცავს აქტინიდინს, საკვებ ბოჭკოსაც შეიცავს და აქტინიდინი, რომელიც ასევე ბუნებრივი ლაქსატივია, ან ბუნებრივი საფაღარათოა რეალურად და ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს. დღეში 2 ცალი კივი რომ მიიღოს ადამიანმა, ბევრ შემთხვევაში აღარ აწუხებს შეკრულობა. მეორე მთავარი ნაბიჯი, რომელთაც შეკრულობას ვებრძვით, არის ფიზიკური აქტივობა. მოკლედ დამტკიცებულია, რომ რაც მეტს ვარჯიშობს ადამიანი, არ უჭირს კუჭის მოქმედება. ანუ მინიმუმ დაახლოებით 30 წუთი ან მეტი უნდა ივარჯიშოთ დღის განმავლობაში. შეიძლება ჩქარი სიარული, ან ველოსიპედზე, ან სირბილი, ან ძუნძული, ან ცეკვა, ან ცურვა, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ეხმარება მოკლედ კუჭის მოქმედებას და 30 წუთი დღის განმავლობაში არის მინიმუმი და მეტი, რაც მეტი მით კარგი. მეტზე არა საუბარი ხარ 8-9 საათი, მაგრამ ჯამში მაგალითად 1 საათი, საათნახევარი კარგია. ჯობია რომ გაყოთ დღის განმავლობაში, რომ მთელი დღე ადამიანი იყოს აქტიური. ნაწლავის მოქმედებას აუმჯობესებს და ორგანიზმის მთლიან მეტაბოლიზმს აუმჯობესებს ვარჯიშის შესაბამისად. დამტკიცებულია ბევრნაირად მოკლედ და ამაზე კამათი არ მიდის. ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ეხმარება. მესამე ნაბიჯი არის ბუნებრივი ოსმოსური საშუალებების გამოყენება. რას ნიშნავს ახლა ეს? ამათ მიეკუთვნება მაგალითად მაგნიუმის ციტრატი ან მაგნიუმის ოქსიდი. აი მაგნიუმის დანამატები ხო ძალიან ბევრნაირია და მაგნიუმის ციტრატი ან მაგნიუმის ოქსიდი თუ აწერია, იცოდეთ რომ საფაღარათოდ საუკეთესო საშუალებაა მოკლედ. ბუნებრივი შეიძლება მისი დიდხანს მიიღება, გვერდითი ეფექტები მნიშვნელოვანი არ აქვს, თითქმის პრობლემა არ უნდა ქონდეს ადამიანს. დღეში 200-დან 400 მილიგრამამდე ამ წყალი შეაქვს ნაწლავებში, არბილებს განავალს და კუჭის მოქმედებას აადვილებს. ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე ქლიავის წვენი. ანუ ქლიავის ვისაც ჩირის ჭამა უყვარს ან უნდა, შეგვიძლია ჩირის ჭამოს ან ქლიავის წვენიც. ერთ-ერთი საუკეთესოა იგივე შემადგენლობის გამო, სორბიტოლის გამო, რომელიც არის საფაღარათო რეალურად და ასეთ შემთხვევაში ერთი წიქა დღის განმავლობაში. და მსხალი. მსხალიც შეიცავს სორბიტოლს. მსხალიც შეიცავს საკვებ ბოჭკოებს და ერთი ცალი მსხალი დღის განმავლობაში შველის შეკრულობას უმეტეს შემთხვევაში თუ ადამიანი რეგულარულად იღებს. რა თქმა უნდა, ვისაც მძიმე შეკრულობა აქვს, მსხლის იმედზე თავიდანვე ვერ იქნება, მაგრამ კომპლექსურად მაგალითად რაც ზემოთ ჩამოთვალე დამატებით მსხალი, უკვე დიდ ეფექტს იძლევა და უმეტეს შემთხვევაში შეკრულობა მოგვარებადია. და შემდეგი ნაბიჯი არის პრობიოტიკების დამატება კვებაში. პრობიოტიკები არის მეგობარი ბაქტერიები მოკლედ.
პრობიოტიკები არის სასარგებლო ბაქტერიები, რომლის მიღება შეგვიძლია ჭამა, მაგალითად, მაწონი, კეფირი, კიმჩი, იოგურტი შედის მათში, ლაქტობაცილები განსაკუთრებით, რომელიც ეფექტურია. ხო, მათ რომ დაიწყონ მუშაობა 1-2 კვირა ჭირდება, ანუ რეგულარულად უნდა მიიღო ყოველდღიურად მაწონი ან იოგურტი, რომ ნახო კუჭის მოქმედება, რომ გაგიმჯობესდეს. დრო ჭირდება ამას. პრობიოტიკების მიღება საკვებ დაამატებათაც შეიძლება ლაქტობაცილუს კაზეი მაგალითად არის ხოლმე და ლაქტობაცილუს რამნოზუსი, რომელსაც ყველაზე მეტი კვლევები აქვს და რომელიც ეფექტურია. 1-დან 10 მილიონამდე კოლონიის ფორმირებელი ერთეული ეს მიიჩნევა საუკეთესო დოზირებად. დრო როდის არის საუკეთესო მიღების? არის უშუალოდ კვების დროს, რათა კუჭის მჟავას გადაურჩეს მაქსიმალურად ბაქტერია, საკვები ხო განეიტრალებს კუჭის მჟავიანობას და გაარჩება ნაწლავში მოხვდება ყველაზე მეტი რაოდენობით ან ჭამის მერე. ხო, ზოგ ადამიანს დილით საკვების მერე ურჩევნია ზოგს პირიქით საღამოთი ბოლო ჭამაზე. ასევე ყურადღების უნდა ვიყოთ წამლებთან, რადგან შეკრულობის 30% ყოველ მესამე შეკრულობის მიზეზი არის წამლები. განსაკუთრებით რკინის პრეპარატებს ვინც იღებს, შეიძლება გამოაშროს ნაწლავები და თან გააღიზიანოს. წნევის პრეპარატებს ვინც იღებს, ბეტა-ბლოკერს, მაგალითად ამლოდიპინი, დილთიაზემი, ასევე ნევროლოგიურ პრეპარატებს ვინც იღებს, მაგალითად ანტიდეპრესანტები, ამიტრიპტილინი, ან პარკინსონის დაავადების ლევოდოპა, ან ანტიეპილეფსიური წამლები, ბევრ წამას შეუძლია გამოიწვიოს შეკრულობა. ამიტომ გამოსავალი არის ხოლმე ან წამლის შესვლა თუ შესაძლებელია, სხვა წამლის შესვლა, ან დოზის დაკლება თუ შესაძლებელია, ან დამატება მაგალითად პრეპარატის, რომელიც საფაღაროთოსი თუ სხვა გზა არ არის, ან ის გზები, რაც ზევით ვთქვი, იგივე საკვების მხრივ, ბოჭკოვანი, ვარჯიში, პრობიოტიკები, ყველაფერი ერთად იმისთვის, რომ კუჭის მოქმედება გაუმჯობესდეს. მოკლედ გააჩნია რა პრეპარატზეა ადამიანი. და მეშვიდე გზა არის მუცლის მასაჟი. მუცლის მასაჟი როგორია? მარტივ, ძალიან მარტივად, საათის ისრის მიმართულებით ასე 10 წუთის განმავლობაში ყოველ დღე და დაახლოებით 60% ადამიანებში კუჭის მოქმედება საუმჯობესებს. მარტივია, მაგრამ მექანიკური სტიმულაცია რეალურად ნაწლავების და მუშაობს. ასევე არის მენჯის კუნთების მოდუნების სწავლა, მენჯის კუნთების ვარჯიშები, ასევე ძირითადი სხეულის კუნთების ვარჯიშები, პლანკს რო ეძახიან, ან აჯიმანიას რო ეძახით, დაახლოებით ეგეთი პოზაში იდაყვებს რომ დაეყრნოს ადამიანი გაჩერება. საკმაოდ ეფექტურია ესეც ნაწლავების ან მუცლის ღრუში ქმნის წნევას, ეგ აწვევა ნაწლავებს აღიზიანებს და ასტიმულირებს რომ იმოძრავონ. ეგ არის რეალურად მექანიზმი ბევრ შემთხვევაში. ასევე არის სწორ პოზიციაში დაჯდომა ტუალეტში, ან ტუალეტის საფეხურზე ეძახიან რა, რომ ერთი საფეხური დაჯდება ადამიანი ერთ საფეხური ფეხის ქვეშ რო დაიდოს ისე რომ მუხლი ბარძაყის დონეზე უფრო მაღლა იყოს ცოტათი. აი მაგ პოზიციაში სწორი ნაწლავი სწორდება და ბევრად უფრო ადვილდება დეფეკაცია ვიდრე მის გარეშე და ამიტომ ბევრი ადამიანი ძალიან წარმატებით იყენებს მაგას. მოკლედ ძალიან მარტივი ხრიკია, მაგრამ ძალიან ეფექტურია. ანუ აი როგორც ბუქნის მაგალითად სოფლის ტუალეტები რო იყო ხოლმე იქ სწორ აი რეალურად ეგეთ პოზიციაში ყველაზე კარგად არის სწორი ნაწლავი ისე კუჭში გასვლისთვის. შესაბამისად ახლა ჩვენი უნიტაზები რაც არის მოწყობილი სხვანაირად და ამიტომ ერთ საფეხურს იდებენ ხოლმე რომ ზევით აიწევს ფეხებმა და ეგეთ შემთხვევაში კიდე სწორდება და ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის. შეიძლება დეფეკაცია გაადვილოს ადამიანმა. და ახლა ვისაუბროთ თუ მაინც ამ ყველაფერმა არ უშველა ადამიანს და ძალიან ძლიერი შეკრულობა აქვს, რისი გაკეთება შეიძლება, რომელია 3 ის ყველაზე მთავარი პრეპარატი,
ან ბუნებრივი დანამატი, რომლის მიღება შეიძლება ხანგრძლივად და თან ეფექტურია. პირველი არის პოლიეთილენ გლიკოლი. პოლიეთილენ გლიკოლი წყალში გასახსნელია ხოლმე როგორც წესი. ისი ხანგრძლივად მიღება არის უსაფრთხო, არაფერს არ ფუჭებს და იმ ადამიანებს, ვისაც უჭირს ხოლმე ძალიან და შეკრულობა ქრონიკულად, პოლიეთილენ გლიკოლი არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ესეთ შემთხვევაში. მეორე მნიშვნელოვანი არის ფსილიუმი. ფსილიუმი არის საკვები დანამატი, ბოჭკვა რეალურად, რომელიც წყალს იკავშირებს, განავას არბილებს და ერთ-ერთი საუკეთესოა ეგეც და არა მარტო იმისთვისაა კარგი, რომ აუმჯობესებს შეკრულობას, არამედ ქოლესტერინის დონესაც ქვევით წევს. ამიტომ ფსილიუმიც ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ. და მესამე არის მაგნიუმის ციტრატი. მაგნიუმის ციტრატის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად, კვირაში 2-3 მაინც, ან დაბალი დოზით ყოველ დღე და ოღონდ ადამიანს არ უნდა ქონდეს თირკმელების პრობლემა, ან თირკმლის უკმარისობა არ უნდა ქონდეს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში მაგნიუმის ციტრატიც ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური საშუალება. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა შეკრულებაზე. პრინციპში რაც მთავარი იყო ყველაფერი მოვიცავით შეკრულების მკურნალობისთვის. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერაში მონაწილეობა მიიღოთ, მაშინ ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაშიც და აქაც გამოჩნდება და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები ან Patreon-ზე, შეგიძლიათ ასევე იქ Patreon-ზე შეგიძლიათ დონაციის გაკეთება და ჩემთან დაკავშირებას, ვისაც პირადი კონსულტაციები აინტერესებს და ვისაც არა მატერიალურად გინდათ მხარდაჭერა, ეგეც ძალიან დიდი მხარდაჭერა, თუნდაც დალაიქება და შეარება და კომენტარება, ნებისმიერი აქტივობა არხზე მნიშვნელოვანია YouTube-ის ალგორითმისთვის, ამიტომ თქვენ ყოველ ლაიქს და თქვენ ნებისმიერ აქტივობას აქვს მნიშვნელობა და ფასი არხის განვითარებისთვის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ყველა თქვენთაგანს, ვინც ნებისმიერი ფორმით მონაწილეობას ღებულობთ ამაში. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.